რუსეთი მზადაა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე ითანამშრომლოს. ტრამპსა და პუტინს შორის 2 საათიანი სატელეფონო საუბარი დასრულდა. განცხადება სატელეფონო საუბარის დასრულების შემდეგ მედიასთან რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა. სასტიკად ნაცემი ბექაონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახის ინფორმაციით ახალგაზრდა მუსიკოსი ექიმებს ხელოვნური კომიდან გამოჰყავთ. დაშავებულს დღეს სისხლის გადასხმაც დასჭირდა. ონიანის ცემის ფაქტზე დაკავებულია ივა ტყეშელაშვილი. ბრალდებული სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ჯერჯერობით მდგომარეობაშია, მაგრამ ველოდებით უკვე წამლის მოქმედების შეჩერებას და გამოსვლას ამ კომატიდან. უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს ამბაკო სოზიაშვილს რუსეთმა 14 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. 25 წლის სოზიაშვილი ქართულ ლეგიონს 2022 წელს შეუერთდა. ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად უთხრათ არა ომს და კი მშვიდობას, წერს რომის ახალი პაპი ლეონ მე-14X-ზე. საქართველოში ბიზნესის ნდობა 2025 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არეულობას ასახავს, წერია ევროკომისიის ანგარიში.